4 ოქტომბრის არჩევნებად წოდებული ფარსის შემდეგ იმედია აღარავის აქვს ეჭვები და კითხვები თუ რას წარმოადგენს ეს ორი პარტია. ისინი არაფრით არ განსხვავდებიან სხვა ქართული ოცნების სატელიტი პარტიებისგან და მაშინ როცა ხვიჩიასგან და მსგავსებისგან აღარავის უკვირს ქართული ოცნების საქმის კეთება, ამათი კიდევ ვიღაცებს სჯეროდათ. რეალურად კი მათ თავისი ინტერესები დააყენეს ყველაფერზე წინ და ერთმა თავისუფლებაში გაცვალა თავისი ამომრჩეველი და ინტერესები, მეორე კი გერმანიაში გაიქცა და იქიდან ალაგებს ქართულ ოცნებასთან, მაშინ როცა რეალურად ოპოზიციის ყველა ლიდერი ციხეში ზის, ქართველი ახალგაზრდები ცხედან ციხეში და ამ ორმა პარტიამ გაუფორმა ქართულ ოცნებას ეგრეთ წოდებული არჩევნები და როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, წელში გაასწორა ქართული ოცნება. რეალურად ბოიკოტის მიზანი ის იყო, რომ ყველასთვის ნათელი გამხდარიყო, რომ აქ უკვე დამყარებულია დიქტატურა და როგორც ლუკაშენკო, აქაც ქართული ოცნება იწერს იმ პროცენტს, რაც გაუსწორდება. ამ მონაწილეობით კი მათ შექმნეს ილუზია, რომ ეს იყო ნაწილობრივ კონკურენტუნარიანი არჩევნები და ნუ გაგიკვირდებათ, რომ ცოტა ხანში ისინი პარლამენტში შევლენ, რაღაც ახსნას მოუძებნიან ამას.